ადამიანების საპასუხისმგებლო მისიით და ყოველდღიური მძიმე რუტინით პროფესიული საქმიანობის შესრულებას არც ახალ წელს შეწყვეტენ ქართველი რეინჯერები, რომლებიც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ. ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს 400-მდე რეინჯერი იცავს. მათი მუშაობა ხშირად რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც კლიმატისა და რთული გეოგრაფიული არეალის გამო გადაადგილება საფრთხის შემცველია. ადგილების კონტროლი, ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია და აღკვეთა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ხანძრებთან ბრძოლა და ტურისტების დახმარება ჩვენი მემდევნო რეპორტაჟის გმირების ყოველდღიური რუტინა. სამუშაო გრაფიკი არც სადღესასწაულო დღეებში არ ირღვევა. ყოველდღიურ პატრულირებასთან არაერთი საინტერესო ისტორიაც ერთვის. თუ კადრის დინამიურობას რამდენიმე წამით შევაჩერებთ, დათოვლილი ნისლში გახვეული ბორჯომის პეიზაჟები გრაფიკულ ჩანახატებს უფრო მოგვაგონებს ვიდრე დეკემბრის მიწურულს ადრიანად გაღვიძებულ ქალაქს. რეინჯერების სამუშაო დღეც გამთენიისას იწყება, მიუხედავად დღესასწაულის. დილის 9-ზე იწყება ჩვენი სამუშაო გრაფიკი. მოვდივართ სამსახურში, თავთ რაც თავარია GPS პირველ რიგში, ანუ პატრულების დაწყების დროს, მივდივართ მარშრუტზე, ანუ ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა მანძილის მარშრუტი რა. შეიძლება იყოს 3 კილომეტრიანი, შეიძლება იყოს 10 კილომეტრიანი მარშრუტი. ვიწევს ფეხიციარული, ხან ზოგჯერ ცხენით, კვადროციკლითაც. ლევანი ძირითადად ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის სოფელ ქვაბისხევის ტერიტორიაზე პატრულირებს. როგორც გვიყვება, სტანდარტული სამუშაო დღე სხვადასხვა აქტივობით არის დატვირთული. ტურისტები თითქმის ყველა სეზონზე ინტერესდებიან 107,000 ჰექტარზე გაშლილი დაცული ტერიტორიით, რომელიც ერთ-ერთია სიდიდით ევროპაში. ვიზიტორების დახმარება, ბრაკონიერების გამოვლენა, ტყის ბინადრების აღრიცხვა და სხვა არაერთი საპასუხისმგებლო საქმე, რაც ველური ბუნების დაცვას და მოვლას ითვალისწინებს. სამუშაო პროცესში სირთული არის, რა თქმა უნდა, კლიმატი, რელიეფი. ატყობ თქვენს, რომ სუკლდოვანი ტერიტორია არის. წვიმაში მაგალითად რთულია სიარული, ზოგჯერ შეიძლება წახვიდე არ იყოს, კარგი ამინდი იყოს, მაგრამ რამდენიმე საათი შეიცვალოს ესეთი ამინდი მოვიდეს, რომ სიარული გაგიჭირდეს. ვიწევს ანუ ბრაკონიერებთან ბრძოლას, თევზაობაზეც ვაკონტროლებთ, რომ თევზაობა არ მოხდეს. არის შემთხვევები, როცა ტურისტები ან გადაადგილება უჭირთ დიდი თოვლის გამო, ან თქვათ წაიქცა ფეხი იტკინა ან რაღაცა და რეკავს 112-ში და მე 112 გიკავშირდება ჩვენ. უმეტესად ეხლა ახალი წლების პერიოდი როა, მით უმეტეს ყველა კოტეჯი დაკავებულია ესე რომ ვთქვათ. ტურისტების მსგავსად ბოლო წლებია ახალ წელს ეროვნულ პარკში ატარებს. წლის ბოლო დღეს შესვენების საათი ტრადიციულად ოჯახთან ერთად უნდა დაგეგმოს, რადგან მცირეწლოვანი შვილებისთვის მიცემული პირობა ასეთია. ვცდილობ ბავშვთან ერთად გავატარო დრო ოჯახთან ერთად. ავაწყობინო ნაძვის ხე რაღაცა მეუღლეს მოვეხმარო რაღაც გამზადებებში რაღაცების და შემდეგ მივიდივარ სამორიგეოდ. მრავალ ახალ წელს დავესწროთ. სიკეთით, სიხარულით, გამრავლებით და მშვიდება ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, რაც თავარია. ბავშვებსაც უყვართ ბუნება, ხშირად იყვებიან ნამამის ტყეში, ათვალიერებენ მიდამოებს. ყოველდილაზე მაღაზია ჩხუბი წაგვიყვანე, ვერ წაგიყვან, წაგვიყვანე, ვერ წაგიყვან ეს. ძალიან ხშირი და აქტიური შეხება აქვთ ბუნებასთან. ზაფხულში დაგყავს ხოლმე ველოსიპედებით მაინც ეთობინა და ლაშქრობასავით ვაწყობთ ხოლმე ჩემს გარეშეო. და ზამთარში მაინც ახლა დიდი თოვლი როა თვითონ რეინჯერებსაც გვიჭირს ტყეში სიარული და ბავშვებს რა თქმა უნდა ვერ წაიყვან. შეღამებისას გადაადგილება რელიეფის და ამინდის გამო რთულდება, თუმცა სამუშაო დღის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. ხშირად ხდება, რომ დიდი ნალექის მოსვლის შედეგად ყდება ხეები და გვიზღუდავს გადაადგილებას და ჩვენ ყოველთვის მზად აგვაქვს ამ პროცესისათვის, რომ გავასუფთავო და გზა გავწმინდო და გავლადი გახდეს. მოდი აქ რაღაც კვალები შევამჩნიეთ. დღესასწაულის დადგომას ტრადიციულად რეინჯერები ლიკანის ნაკრძალის მაღალ წერტილში აგებულ საგუშაგოზე უნდა შეხვდნენ. ნაკრძალის ტერიტორიაზე 11 რეინჯერი პატრულირებს. ეხლა კვალი ვნახეთ ირმის, გვაინტერესებს კვლევისათვის, სად გადაადგილდება, რამდენი გადაადგილდება, რა ტერიტორიას იკავებს ზამთარში და შემდეგ ზაფხულში რა ტერიტორიაზე მიგრირებს. შემდგომში დროთა განმავლობაში ეს ინფორმაცია გროვდება და ვიყენებთ შემდგომ სახელმძღვანელო თუ რომელ ტერიტორიას უფრო მეტად დაცვა ჭირდება. ჭირდება კიდევ კვალის გაგება იმისთვის, რომ დაჭრილი ხომ არ არის და ან რამე ნადირი ხო არ ჩაუდგა მტაცებელი კვალში და მისი განადგურება რომ არ გამოიწვიოს. გზად ისევ დაბრყოლება.
შემდეგ უცხოელი ტურისტების დახმარება. მერე კი მოგონებები ახალი წლის ღამეზე, რომელიც თავგადასავლების გარეშე არც თუ ისე იშვიათად ჩაივლის. ვიზიტორები იყვნენ კონკრეტულად გორის რაიონიდან, რომლებიც არ იყვნენ ეკიპირებით ჩაცმულები, ისეთი შესაბამისი აღჭურვილობა და ტანსაცმელი არ ჰქონდათ, რომ წელამდე თოვლში ევლოთ და შემთხვევით გაიჭერდნენ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ვეღარ გადაადგილდებოდნენ. შოკის მომენტი დადგა და ვეღარ მოძრაობდნენ შიშით, მაღალ ზონაში იყვნენ ასულები, უკვე თითქმის ლომის ტურისტულ თავშესაფართან არ ვისულები, საკმაოდ შორი მანძილი იყო და მოვახდინეთ მათ ჩამოყვანა მშვიდობით. აბა რეინჯერებო. ამრავად გუნებიდან, გორდონ ხარაგალის ეროვნული პარკიდან თელ საქართველოს გილოცავთ დამდეგ შუბა ახალწელს. ჯანმრთელობა მოგწეს, შეიძლება მოგწეს, რომ ჩვენ ლამას სამსახურს ვემსახუროთ და ჩვენ აღარ ვიმსახუროთ. მადლობა.